პრეზიდენტი ძალაში ტოვებს შეთავაზებას ფართო ავტონომიის შესახებ და გარანტორის როლს რუსეთს თავაზობს. მე მინდა მიმართო საერთაშორისო თანამეგობრობას. ნუ შეეცდება, რომ საქართველოს მთავრობა წარმოადგინოს როგორც რაიმე სახის ძალადობის მომხრე. ამდენი დღეა ჩვენ ყველა ჩვენ პარტნიორს მიმართავთ. დღეს მქონდა რამდენიმე მსოფლიო ლიდერთან საუბარი. დაგვეხმარებთ ძალადობის ესკალაციის შეჩერებაში, დაგვეხმარებთ პირდაპირ მოლაპარაკების წარმოებაში, დაგვეხმარებთ ავტონომიის გარანტიების მიცემაში, დაგვეხმარებთ პროცესის ინტერნაციონალიზაციაში, დაგვეხმარებთ მათ შორის ჩვენ ტრადიციულ პარტნიორებთან უფრო კარგი დიალოგის წარმოებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძალადობა ავიცილოთ თავიდან. მე გთავაზობთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკების. მე ვადასტურებ მრავალი წლის, უკვე 2-3 წლის წინ ჩემი ერთ წამოყენებულ, უბრალოდ 3 წლის წინ ჩემი ერთ წამოყენებულ და წლების განმავლობაში გავრცობილ გეგმას პრაქტიკულად შეუზღუდავი ავტონომიის და თვითმმართველობის სამხრეთ ოსეთისთვის, ყველა ეთნიკური ოსის უფლებების განსაკუთრებულ დაცვას, საერთაშორისო გარანტიების ქვეშ ყოფ ავტონომიას, ევროკავშირის სტანდარტების შექმნილ ავტონომიურ ერთეულს და მე ასევე თავაზობდი და ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იყოს სამხრეთოსური ავტონომიის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე. მე ამას ვაკეთებ შეგნებულად იმისათვის, რომ რუსეთსაც, საქართველოსაც და ევროპის ქვეყნებსაც ჰქონდათ განცდა, რომ ისინი მონაწილეობენ სამშვიდობო პროცესში და ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰქონდათ განცდა, რომ ისინი არიან დაცული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს 7 საათისათვის გააკეთა. დღის ბოლოს კი ქართული მხარე იძულებული გახდა თავდაცვითი ღონისძიებები დაეწყო კონფლიქტის ზონაში საპასუხოს როლები ისმის. ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი დავით კაკულია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ქართულ მშვიდობის მყოფელთა სარდალს ესაუბრა. დავით, რა განაცხადა შენთან საუბრისას მამუკ აყურაშვილმა? დიახ, ირაკლი, დაახლოებით 5 წუთის წინ ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალმა მამუკ აყურაშვილმა განაცხადა, რომ ბევრი თხოვნის შემდეგ მათ ბევრჯერ მოუწოდეს სეპარატისტებს, რომ შეეწყვიტათ ცეცხლი ქართული სოფლების მიმართ. სეპარატისტებმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს და ამის შემდეგ მხოლოდ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი კონფლიქტურ რეგიონში. ესე იგი დაიწყეს სროლები, ეს სროლები გრძელდება უკვე კაი ხანია, თქვენ იცით, ეს მომაბეზრებელი არის ძალიან და ისედაც განცხადებაც მოისმინე ჩვენი სამხრეთი მოთხოვნები, რომ დამждარი ყავით მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე რეაქცია ეძლეოდა, გამუდმებული სროლები იყო, ქართულმა ძალოვან სტრუქტურებმა გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს მთელ რეგიონში. ანუ საომარი მოქმედება, ეხლა თუ არის სადმე ჩაგებული საომარი მოქმედება და გვაქვს თუ არა დანაკარგები? დანაკარგები არანაირი არ არის, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა მხოლოდ მას შემდეგ გაეხსნა საპასუხო ცეცხლი ოსის სეპარატისტებისთვის, რაც მათ არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ ცეცხლი ქართული სოფლებისთვის, თუმცა ოსმა სეპარატისტებმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა. კურიერი პირდაპირ ეთერში საგანგებო რეჟიმით განაგრძობს მუშაობას 2 საათისათვის განვითარებულ ახალ ამბებს ირაკლი მაისურაძე გაგაცნობთ. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალში თითქმის ყველა სტრატეგიული შენობა აიღეს. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ORT-ის ჟურნალისტი ანტონ სტეპანენკო პირდაპირ ეთერში ცხელი წერტილიდან ერთვება და აცხადებს, რომ სეპარატისტული ხელისუფლება ქალაქის დატოვების შემთხვევაში სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე შეიკრიბება. ამ წუთებში მიღებული ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან ქართველმა ქვედანაყოფებმა უკვე 2 სოფელს აკონტროლებენ. მუგუთი და დიდმუხა სეპარატისტების ბანდფორმირებებმა დატოვეს. იქ ბოლო 1 საათის განმავლობაში ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა. ორივე სოფელი მთლიანად ქართული მხარის კონტროლს ექვემდებარება. სამთავრობო ჯარები უკვე 5 სოფელს აკონტროლებენ. სეპარატისტებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს ატოცი და ქვემო ოქონაც. მანამდე კი დმენისი, მუგუთი და დიდმუხა. ყველა ეს სოფელი მთლიანად ქართული ქვედანაყოფების კონტროლს ექვემდებარება. ამ ინფორმაციას დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. რია ნოვოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველები დიდმუხას და მუგუთს აკონტროლებენ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ეს ინფორმაცია შეგახსენებთ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. იმის შემდეგ, რაც ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს და მშვიდობიან მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას და სამთავრობო ჯარებს უნდა გაეცათ საკადრისი პასუხი და ეს ამ პასუხმაც არ დააყონა. შეიძლება ითქვას, უკვე 2 საათია ქართული სამთავრობო ჯარები ბანდფორმირებების ყველა პოზიციას ბომბავენ. გახსნილია ინტენსიური ცეცხლი. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოსის სეპარატისტების მიერ აქამდე კონტროლირება
ნახავთ 5 სოფელს. საქართველოს მთავრობის გეგმა არის ძალიან მარტივი. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება შევამციროთ მსხვერპლი, ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება შევამციროთ კრევა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ შედგეს მოლაპარაკებები ნებისმიერ ადგილას. უბრალოდ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ არანაირი დროის გაჭიმვის სტრატეგია, არანაირი ჩვენი ცხიმაში ჩასვლა და იქ მეორე მხარეს არ მოსვლა, არანაირი დღეს არა და ხვალ არა და ესეთი რამები აღარ იმუშავებს. ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი, რომ შევამციროთ რაც შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობა და საერთოდ მსხვერპლი, დანგრევა და ამ სიტუაციიდან არის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი ეს არის შეხვედრა და დიალოგი. ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველასთან, ყველა მხარესთან, ჩვენ არ გვაქვს არანაირი არჩევანი ან სხვა რაღაც ასეთი. თუ სეპარატისტები მზად არიან, ჩვენ მზად ვართ. რუსული ტელეარხები ავრცელებენ ვიდეო მასალას, რომლის თანახმადაც ცხინვალის ცენტრში ძლიერი ხანძარი მძინვარებს ფედერალურ პირველ არხზე დაყრდნობით იწვის სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს შენობაც. ტელეკომპანიის კორესპონდენტის ოლგა კირიის ინფორმაციით ქალაქში განუწყვეტლივი სროლისა და აფეთქებების ხმა. ცეცხლი უკიდია რამდენიმე სხვა შენობასაც. სეპარატისტების ინფორმაციით ქართველი სამართალდამცველები ყველა სტრატეგიულ ობიექტს აკონტროლებენ. მოსახლეობა და ბანდფორმირებები თავს სარდაფებს აფარებენ. ქართული ქვედანაყოფები უკვე 8 სოფელს აკონტროლებენ. ამ წუთებში ინტენსიური სროლა მიმდინარეობს ცხინვალის გარეუბანში, ზემო ნიქოსთან, ზნაური, სარაბუკი, ხეთაგუროვო, ატოცი, ქვემო ოქონა, დმენისი, მუგუთი და დიდმუხა სეპარატისტების ბანდფორმირებებმა დატოვეს, თუმცა მანამდე იქ ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა. სოფლები ამჟამად მთლიანად ქართული ქვედანაყოფების კონტროლს ექვემდებარება. მათ თავიდან ბანდფორმირებებისგან მუგუთი და დიდმუხა გაათავისუფლეს. ეს დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა. მოგვიანებით ქართველი სამართალდამცველები უკვე დმენისაც აკონტროლებდნენ. ღამის 3 საათისთვის კი ატოცსა და ქვემო ოქონას, დილის 4 საათისთვის ძალოვანებმა ცხინვალის შემოგარენის სტრატეგიული სოფლები ხეთაგუროვო და სარაბუკიც დაიკავეს. და რა ვითარება ამ წუთებში კონფლიქტის ზონაში? პირდაპირ ეთერში გვერდება გიორგი კეპულაძე, რომელიც განვითარებულ მოვლენებს მთელი ღამე ადევნებდა თვალს. გიორგი, დილა მშვიდობისა, რა ვითარება ამ დროისათვის თუ ისმის სროლის ხმა კვლავ? სროლის ხმა კვლავ ისმის კონფლიქტის ზონაში. მასირებული ცეცხლი არის გახსნილი ოსური ბანდფორმირებების პოზიციების მიმართ. ყველა პოზიცია იბომბება ქართული არტილერიის და საქართველოს ქართული არმიის რეგულარული ნაწილების მიერ. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, როგორც ჯავშან ტრანსპორტიორები, ასევე T-72 ტიპის ტანკები. მობილიზებულია როგორც ნიქოზის, ზემო ნიქოზის მხარეს, ასევე სოფელ ერედვის და დმენისის მხარეს სატანკო ბატალიონები. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, მობილიზებულია საქართველოს რეგულარული არმიის ნაწილები. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდით კონფლიქტის ზონაში, ვიყავით მათ შორის სოფელ ნიქოზში, სადაც იბომბებოდა ოსი სეპარატისტების მიერ სოფელი ნიქოზი. ერთ-ერთი დამბომბა ჩვენი გადამღები ჯგუფის იქ ყოფნასაც დაემთხვა. მოსახლეობამ თითქმის მთელი ღამე სარდაფში გაატარა. დილა მშვიდობისა, პირდაპირ ეთერში ბრუნდება დილის კურიერი. ბოლო ინფორმაციით ქართული ქვედანაყოფები უკვე აკონტროლებენ დამატებით 3 სოფელს, ღრომს, არცევსა და წინაგარას. მანამდე ოსური ბანდფორმირებები 8 სოფლიდან განდევნეს. ზნაური, სარაბუკი, ხეთაგუროვო, ატოცი, ქვემო ოქონა, დმენისი, მუგუთი და დიდმუხა ამჟამად მთლიანად ქართული ქვედანაყოფების კონტროლს ექვემდებარება. ქართული სამართალდამცველები ყველა სიმაღლეს აკონტროლებენ. ისინი ცხინვალის გარშემო არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით 600-მდე ქართველი ძალოვანი ცხინვალის უბნებშია განლაგებული. მოგესალმებით, კურიერი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთი საგანგებო მიმართვის გაკეთებას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ძვირფასო თანამემამულენა. როგორც იცით, გუშინ სეპარატისტების მიერ თამარაშენის და სხვა ჩვენ კონტროლქვეშ ყოფი სოფლების დაბომბაზე საპასუხოდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. მე მინდა ჩაგაბაროთ გუშინდელი ღამის ანგარიში. გუშინდელი ღამის განმავლობაში
საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა განთავისუფლეს წინაგარის რაიონი მთლიანად, ზნაურის რაიონი მთლიანად, სოფელი დმენისი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და ყველაზე დიდი სოფელი ამ რეგიონში, სოფელი ღრომი, სოფელი ხეთაგუროვო და ალყა შემოარტყეს ქალაქ ცხინვალს. ასევე განთავისუფლებულია ქალაქ ცხინვალის უმეტესი ნაწილი და ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში. მიტანილი იქნა შეტევა ხეობაზე როგორც ქალაქ ცხინვალის მხრიდან, ასევე კოლონის მხრიდან, რომელიც შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან და მოიტანა შეტევა ჩილოეთის მიმართულებიდან. ამგვარად ამ ეტაპისთვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი განთავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების კონტროლ ქვეშ. ამავე დროს მე მინდა გავაცხადო მთელი მსოფლიოს გასაგონად. საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ბოლო წუთების განმავლობაში, ბოლო საათების განმავლობაში განხორციელდა დაბომბვა საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ფედერაციის მხრიდან და დაიბომბა დასახლებული პუნქტები, მშვიდობიანი ობიექტები და ეს სხვა არაფერია თუ არა კლასიკური საერთაშორისო აგრესია. მე მინდა მიმართო მსოფლიო საზოგადოებას. მე მინდა მიმართო რუსეთის ფედერაციას. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა. საქართველო არ ყოფილა ინიციატორი ამ კონფრონტაციის, მაგრამ საქართველო თავის ტერიტორიას არ დათმობს, საქართველო თავის თავისუფლებაზე უარს არ იტყვის. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ათეული ათასი რეზერვისტის მობილიზაცია, რეზერვისტთა მობილიზაცია გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამშობლოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ძნელბედობის ჟამს. როცა წყდება საქართველოს მომავლის, საქართველოს თავისუფლების, თითოეული ჩვენგანის მომავლის თავისუფლების და ბედი იმისა გვექნება თუ არა სამშობლო. ყველანი დავირასმოთ. არ შეგვეშინდეს. არ შეგვეშინდეს არც ბომბების, არ შეგვეშინდეს არც მათი შეტევების. ახლა კი ბოლო ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან. ამ წუთებში ქართული ქვედანაყოფები ცხინვალის გარშემო არიან მობილიზებული, 600-მდე ქართული ძალოვანი უკვე ცხინვალშია შესული. ინტენსიური სროლა ისევ მიმდინარეობს ცხინვალის გარეუბანში, ზემო ნიქოსთან. ქართული ქვედანაყოფები უკვე 8 სოფელს აკონტროლებენ.